საშუალო სისტემაში ამ ეტაპისთვის პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სახელდება, ვითარება, რომელიც ამ დრომდე საპატიმროებში იყო სოზარ სუბარის შეფასებით, პატიმრების არა მხოლოდ ღირსებას ლახავდა, არამედ მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებდა. მინისტრის ინფორმაციით, სტანდარტებთან შეუსაბამო დაწესებულებების დახურვის გარდა უწყება ახალი ტიპის ღია და ნახევრად ღია, ასევე იზოლაციის მაღალი ხარისხის ციხეების და გარდა ამისა, სპეციალური დაწესებულებების აშენებას გეგმავს მათთვის, ვისაც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. ცალკე იგეგმება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების აგება ნარკომომხმარებლებისთვის, სადაც მათი მკურნალობა და რეაბილიტაცია მოხდება. სამომავლო გეგმებზე ვიტყვი პირველ რიგში იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელება მოგცემს საშუალებას სრულად ახალი ტიპის ციხეები გქონდეს. მასში იგულისხმება ახალი ტიპის ციხეების შენებლობას და ახალი ტიპის ციხე არის ერთის მხრივ ისეთი ნახევრად ღია და ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც ადამიანებისთვის იქნება სწავლის, განათლების, პროფესიის დაუფლების საშუალება და ამავდროულად იქნება დასაქმების საშუალებები და მაღალი უსაფრთხოების ციხეები, სადაც იქნება მაღალი რისკის მქონე პატიმრები, რომლებსაც მართლაც განსაკუთრებულ რეჟიმში უნდა იყვნენ განთავსებული. სასჯელახსრულების სისტემაში სოციალური სამსახურების გააქტიურებას ასახელებს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სასჯელახსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ნატა გუგავას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა ფსიქოლოგთა და იურისტთა რაოდენობა და აქტივობა. მისი განცხადებით, ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ პატიმრების სხვადასხვა ხელობებს დაეუფლონ, შემდგომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში დასაქმდნენ და შრომითი ანაზღაურებაც მიიღონ. გაიზარდა სოციალური სამსახურის როლი. მოხდა თანამშრომლების ატესტაცია, მომზადება, დაინიშნა დაწესებულებებზე იურისტები, შეიქმნა ფსიქოლოგთა საშტატო ერთეული, მსჯავრდებულები, რომლებიც მუშაობენ, მათ არ ეძლევათ ამისთვის ანაზღაურება, მომზადდა საკანონმდებლო პროექტი, რომლის მიხედვით მათ მიეცემათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისათვის ხელფასი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ბიზნეს სექტორთან მოლაპარაკებები, რათა შეიქმნა საწარმოო ზონები სასჯელახსრულების დაწესებულებაში და შევთავაზოთ ჩვენ ძალიან მეტი დასაქმების ადგილი მსჯავრდებულებს. სასჯელახსრულების მინისტრის მრჩევლის ლალი მოროშკინას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია მსჯავრდებული დედების და დაწესებულებებში 3 წლის ასაკამდე მათთან ერთად მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების საკითხი. სწორედ ამ კატეგორიის პატიმრების ცხოვრების ამსახველი გამოფენა დღეს რედისონში მიმდინარე კონფერენციის პარალელურად მოეწყო, რომლის ფარგლებშიც ირაკლი და ნათია გედენიძეების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. საზოგადოებას თავისი თვალით უნდა ენახა ის თუ როგორ ცხოვრობენ ჩვილები გისასებს მიღმა და რა რთულია მათი ყოფა მორალურად, როდესაც 3 წლის შვილი დედამ უნდა გულიდან მოიგლიჯოს და იმ შემთხვევაში თუ პატრონი არ ეყავს, უბრალოდ ჩვილბავშვს სახს ჩააბაროს და სხვათა შორის ქალბატონების სურვილი იყო, რომ რამენაირად ეს პრობლემა გადაწყვეტილი იყოს და ჩვენ ზუსტად იმიტომაც წარმოვადგინეთ ეს ფოტოგამოფენა, რომ იქნება უფრო გულისხმიერი იყოს საზოგადოება. რაც შეეხება ციხეებში ადმინისტრაციის მხრიდან პატიმართა წამების ფაქტებს, სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით ამ დროისთვის მსგავსი პრაქტიკა აღმოფხრილია. პრევენციისთვის კი შექმნილია მონიტორინგის სამმართველო, რომელიც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის კონტროლს ისახავს მიზნად. თუმცა როგორც სისტემის ამჟამინდელი მაღალჩინოსნები განმარტავენ, გარდამავალ პერიოდში სიტუაცია შეიცვალა და მსჯავრდებულების მხრიდან თანამშრომლების მიმართ აგრესიულ ქმედებებსაც ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, ეგრეთ წოდებული ქურდული კანონები და ლიდერობის ეგრეთ წოდებული ინსტიტუტი ამ დროისთვისაც წარმოადგენს პრობლემას და მის აღმოსაფხრელად მუშაობა გრძელდება. რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სისტემიდან სულ 475 თანამშრომელი გათავისუფლდა. პატიმართა სიკვდილიანობის რიცხვი კი, რაც მაგალითად 2011 წელს 140 გაუტოლდა, მნიშვნელოვნად შემცირდა და ბოლო 7 თვის განმავლობაში 11 შეადგინა.